12 საათზე უკვე წამოიწია ამ კორდონი იყო 3 კორდონი და რომ მოგვიახლოვდნენ და ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას იქ მაგათ ისოლეს სენისკენაც ხალხს პირდაპირ იმითანაც ამინდი გაფუჭებული იყო წვიმა იყო უკვე აციებული იყო აი ამ სიტუაციაში და ისეთი სისწრაფით და ისეთი იმით დაგვესიენ უკვე ხალხმა სადა გაქცევა მაგრამ გასაქცევი არ ქონდა და რაღაცა ჯგუფმა აი სცენის მხრიდან საცასცენა იყო მოახერხა გარღვევა იმ კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში და ამ დროს კინოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ ფილმი მიდიოდა იჟა საზოგადოება რომელიც ფილმს უყურებდა და მე ამათ შეყვნენ რა თქმა უნდა ისინი ვინც იქ იყვნენ დასარბევად მოსული და ვისაც ბილეთი არ ქონდა და მე რუჩვენა ეს ბილეთი ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს ასე ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამოდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად ეხლა როგორც ხდებოდა დათო არის და შიგნით ყველაფერი ესე იგი პირდაპირ ესე იგი ვის ხელში ჩაუვარდებოდა ხო ყველას აგდებდნენ ესე იგი ხელბორკის ადებდნენ ცემდნენ ფეხებით ღელებით მე მიათრებდნენ მოლიროა დღეს აი მოლთან კიდე გრძელდებოდა სანამ ავტობუსი არ მივიდოდა და არ ჩასვამთ ხო და ახლა იგივე რახან დათო ვახშენე ვიტყვი რომ აი მოლთან დაახლოებით ის შიპებიანი ხელთათმანი ჩაარტყა ერთმან და ეს მოგლეჯილი ქონდა საოპერაციო გახდა და უბრალოდ სისხლისგან ვარ დაიცალა ნუ შეკუმშვა მოხდა იქ აი სიცივეში და რაღაცაში და იმან გადაარჩინა თორემ მთელი საღამო მერე იქიდან წაყვანილი გაატარა იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ხა ჩემი ახლობლები რო იყვნენ იქ ჩემი უახლოესი ოჯახი და უახლოესი სალაცის რომელიც მოსული იყო ერთს მაგალითად ის რა ქვია ვერაიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს და რაც შეიძლება ტყვიაც მოხდა ეს მე არ ვიცი ახლა მე სცენაზე ვიყავი მაგრამ ფაქტია რომ ამოდენიმე დღეში გარდაიცვალა გულმა ვერ გაუწო და ჩემი ძმისშვილი ლევან გაფრინდაშვილი ისეთ ცემეს რომ მთლიან დაშავებული იყო და მე ახლა საფრთხე მაქვს აქ წამოღებული მე პირდაპირ არ მინდოდა ამ თემაზე გადასული ჯერ მინდოდა იმ სასაკლაუზე რომ ლაპარაკობ იმას შემოვინახავ უფრო იქითკენ სათქმელად იმიტომ იმას რაც გადახდა ეს უბრალოდ მე არ ვიცი მაგისივე ზეპირად თქმა შეუძლებელია შეიძლება იმან ვილაპარაკოს მაგრამ მე მაგას ზეპირად ვერ ვიტყვი და წავიკითხო მე უბრალოდ თავიდანვე ორი ასე ვთქვათ მკვდარი ადამიანი შემოდის ბუტკის თავზე აი გვარებია ჩაწერილი ნიკვა კვიტრაძე სულკო ასათიანის და მე უნდათ ამის გასაღება ვითომ უბედურების შემთხვევა იყო აქედან დაიწყო ყველაფერი და მე თვითონ როგორ გამოვედი იქიდან მე დავარდნილი ვიყავი მე რო ჩამოვედი იმიდან სცენიდან ძლივ ჩამოვედი და მე დავეცი რამ დამცა არ ვიცი მართალი გითხრათ შეიძლება ვიღაც გამომედო იმ სირბილში იმდენი ხალხი რომ მიაწყდა იმ კუთხეს იმიტომ სცენასთან ხდება აი სცენასთან რომ დავარდე მე ამან მიშველა იმიტომ რომ დათოს მეგობარმა კოტე ქოჩიაშვილმა კოტე ქოჩიაშვილმა მიცნო რომ დავარდნილი ვიყავი დამინახა და წამომაყენა ცოტა ისეთი იმისი ძლიერი ის იყო რა ფიზიკურად და მე ვერ წარმოვიდგენი იქ მე ვერ ავდგებოდი ვერაფრით იმან ძლივს წამომაყენა და დაიწყო ჩემი წაყვანა კორდონამდე რომ მივსულიყავი და ძალიან ახლოს იყვნენ ბევრი არ იყო მაგრამ მე თვითონ მიჭირდა ფეხის გადადგმა ეხლა 70 წლის ვიყავი იმ ასაკში და ასე ადვილი არ არის აი ამ სიტუაციაში მოხვედრისას და დაიწყო ძახილი რომ ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთ და არ მესროლეს ეს ტყვიაც მომწონდა ჩემი დამი დამთავრდებოდა მაგრამ იმათ ინტერესში არ იყო ჩემი განადგურება პირადად ჩემი გამიგეთ იმათ უნდა თლიანად იქ აი იმის გაკეთება რაც გააკეთეს ხალხში შიში კიდევ უფრო მაგრა წასულიყო და როდესაც
პირველ კორდონთან მივედით უკვე სანამ უფროსი ყველა კორდონს თავისი უფროსი ყავდა და სანამ ის პირველ კორდონში ვისთანაც მივიყვანა მე ფარი მომადო შუბზე მე რა უნდა გამიკეთებინა ხო წარმოგიდგენიათ ფარი ისთვის მომადე შუბზე ვერ ხვდები რა სანამ უფროსი ეთყო და გაატარეთ ასე გამატარეს ერთი მეორე მესამე კორდონი და როცა უკვე უნდა გავსულიყავი უკვე მისული ვიყავით ბოლომდე და გაახსენდა თუ ვიღაცას მივყევარ და გავყავარ მე გამიშვეს და იმას დაცეს ხელი და გააქანეს ეს იმაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ისის და ის მოხდა ზუსტად იმ სართულზე სადაც დათო იყო მოხვედრილი და დათოს უთხრა რომ არინერვიულო დედაშენზე მე გამოვიყვანო და მე კიდევ როცა ხელისტაციაზე წაიყვანეს ვიყირი კი მე ის რატომ იყვანს და მე რატომ ტოვებ თუ მეთქი მაგრამ მე ხო გითხარით ახლა ჩემი ის არაწყოდათ ახლა რაღაც მე სხვადასხვა იმის გამო და აი ასე დაიწყო ეს ყველაფერი და მე იქ მე სახში რომ მივედი მართალი გითხრათ ტაქსი იყო ამოვარდნილი მქონდა რაღაც პატარა ფული მქონდა ჯიბეში მარტო ქურდუკი მეცვა და ტელეფონიც და ტაქსი იდგა თავისუფალ და მე უთხარი ფულის ყველაფერი რას ლაპარაკობ მეტყვა და მიმიყვანა პირდაპირ სახში და პირდაპირ გეტყვით რომ რამოდენიმე დღე ვერ წვებოდი უბრალოდ მთელი დაბეშილი იყო ჩემი ის მთლიანად ორგანიზმი ასე ვთქვა და არ მანდეოდა საშუალებას დამწოლილიყავი